გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვითამაშებთ ჩვენ Roblox-ში ვითამაშებთ თამაშ Reigns. ანუ ღამე იქნება და უნდა გადავჭით. მოდით მეგობრებო, დავიწყოთ თამაში. მოკლედ, აი ყველაფერს ახლა განახეთ როგორ მუშაობს, აგენ. ჩდებით შუა ყეში გაქვთ ერთი ფანარი, რა შეგიძლიათ ესე ჩართოთ, მაუსს რო დააჭერთ და ესე განათებს. აქ ეგრევე გვხდება ესეთი ელექტროენერგიის შტაბისავით რაღაცა და ეს იმისთვის არის, რომ ენერგია იყოს. ეს შეიძლება გაფუჭდეს და რომ გააკეთო და მივხვიდე ამასთან და დააჭირო დიდი ხანი ეს და თვითონ გაკეთდება. ამაში ჩავალთ სიცოცხლე დაგვაკვდება, რადგან დენი არის. აგე უკვე გააწიფო და ეკრანი ცოტა და ეგეთი რაღაცები აქ მოდებული სულ. მოდით დაგათვალიერებთ ხალათან. აქ ესეთი დამასავალესავით არის, აქ ვიღაცები უკვე იმალებიან ესენი. აქ რეიკი მოვიდა მეგობრებო. მარტყავს უკვე. მოკლედ მეგობრებო, აი ხა ეს სიტუაცია არის, რეიკს გონივართ მკვდარი რა და ძირს ვდივართ, მაგრამ სინამდვილეში შეგვიძლია ესე ნელა გვევლო ძალიან მინდა. ანუ შეიძლება ეგრე გადარჩით სპიკერზე და რეიკმა ვერ მოყოლას რა და ძალიან მაგარი იხვალი უნდა გქონდეს რომ გადარჩი. აი ეს არის მეგობრებო მაღაზია რო თენდება ამაში მიდიხართ, ეს აჭერ და შეგიძლიათ იყიდოთ მიღებული პოინტებით, რომელსაც თუ გადარჩებით ღამეს, მაგ შემთხვევაში გაძლევთ. აი ხა სირბილი არ შემიძლია, რადგან ანუ გახმიღებულია, რადგან რეიკმა დამარტყა რა. და მარცხნივ დაბლა კუთხეში ჩანს დაჟე. როდის ამაში ჯანმრთელობა მთლიანად. აგერ რეიკის შესაძლებლობა. ეს არის დასამალი რეიკის გამო დაიმალე განარჩენეთ ახლა უცბად. ყველაფერს აგიხსნით თამაში როგორც რა არის და დავიწყოთ რამელი მართლა თამაში. ეს არის ესე თუ აქ გაჩვენებს რეიკი თუ სად არის, მოიცა? აი გაჩვენეთ ახლა როგორ მუშაობს ეს რაღაცა. აი იქით არის რა, სადღაც იქით შორს არის ამ ჩვენთან რა და ძალიან კაია. აი ეს მეგობრებო იყო გავრცელება, რომ ანუ ენერგია აღარ არის რა ტყეში და უნდა შევაკეთოთ და შეკეთება როგორც აქამდე გითხარით იმ რაღაცაში აგი რეიკი მეგობრებო გავიქცეთ, უნდა გავიქცეთ, რომ მოყოლოს ბოლო. აქ ასე ამ მაპზე არის სახლი, რომელშიც შეიძლება დაიმალო, მაგრამ სახი ფათვარი კიდე მოგდის. აგე მოხდა ძნელი არის რომ გაიქცი რა. კარგ არის თამაში. მეც არ ვიცი კარგ თამაშები და ახალი დაწყებული ამ თამაშის. მოკლედ რო თქვა, აქ პოინტები არის, შეგვიძლია რაღაცები იყო და სხვადასხვა ნივთები არის, მაგასაც გავჩვენებთ. აგე ხა გათინდა, როგორც ხედავთ. არის ასევე როგორც წეგან გითხრით, სახლი, რაც გაჩვენეთ, კოშკი, რომელზეც შეგიძლიათ დაიმალოთ. არის მაღაზია, რომელშიც შეგიძლიათ რაღაცები იყიდოთ. კიდე არის ბაზასავით რაღაცა, რომელშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ და იქ არის ვიღაც კაცი გდია რა და მაგის გვერდზე არის ფურცელი, სადაც არის წერია კოორდინატები და მაგ კოორდინატებზე თუ წახვალ რაღაცები და ოღონდ კარგად მე არ ვიცი რა დებს. აი ელექტროენერგია შტაბისავით მანდარის მაღაზია აქ სადღაც უნდა იყოს წესით და გაჩვენეთ, ახლა მაღაზიაში რეები იყიდება უცბად. აგე მაღაზიაც მოჩანს. აგე რეები იყიდება რა მოკლედ. იყიდება, არის მაპი იყიდება, კომპასი, საათი და სხვადასხვა რაღაცები რა. იმედია შევიძლიათ ნელ-ნელა ამ ყველაფრის ყიდვას და გაჩვენოთ რა როგორ მუშაობს. აგე მეგობრებო უკვე დაღამდა მაღაზიასთან ვართ და წავალ ახლა ნელ-ნელა ყველაფერს გაჩვენებთ რა. რეიკი ახლა მოვიდა უკვე.
და ჩვენ მოკლას შეეცდება. მაგრამ ჩვენ გავიცეთ ისი ამ თამაშს თუ ითამაშეთ გირჩევთ რომ აი ესე უბრალოდ იაროთ რადგან როცა რეიკი მოვა უცბად რომ გაიქცეთ რა ანუ ნახეთ ენერგია არის ამ თამაშში რა რეიკი მოვიდა ჩემთან დავდიოდი უბრალოდ და არ გავუგოდი და ენერგია რადგან მქონდა შემიძლია ახლა გავიცი და ვერ დამეწერა რადგან ჩვენ მასზე სწრაფები ვართ გავიქეცით ჩამოშველის კიდევ კაი არ წავიქით და რაც შემომხვდება ყველაფერს გაჩვენებთ წავედით მალე ხმებში არის და ალბათ ახლოსა აგეს ელექტროენერგიის ადგილია თუ გადაიჭრება ენერგია ცდილობთ მოვალ და გაჩვენებთ თუ როგორ აღვადგინოთ ენერგია ჩვენ კიდე რაც შეიძლება შორს გავიქცეთ რეიკისგან აგენ მეგობრებო ამაზე მობოდი უსაფრთხო ისაა საფრთხე შეგვიძლია ესე დავკეტოთ აქ სხვათა შორის რაციად ეს ისეთი მაგრამ ეს რაცია ძირითადად არ გამოგადგებათ ეს მუშაობს რომ ნახოთ აქ შეგიძლიათ კიდევ რა თქმა უნდა ანთაც შუქი მაგრამ არ ვირჩევთ რადგან ელექტროენერგია გათავდება მალე და ეს თვითონ გაიღება რადგან ეს კარი ელექტროენერგიაზე მუშაობს მოდი ახლა დავკეტავ რადგან საფრთხე არის ეხლა გიხსნით თუ როგორი შევთ პოინტები რომ მაღაზიაში იყიდოთ რაღაცეები მაღაზიაში რაღაცები უნდა იყიდოთ პოინტები კი უნდა იშოვოთ ღამეს გადარჩენით რომ რეიკმა არ მოგკლათ თუ მოგკლათ მარტო 25 პოინტს მოგწევთ თუ გადარჩით 100 პოინტს და ასე პოინტებს გაძლევთ სიარულის დროს ელექტროენერგიას თუ აღადგენთ მაგიტომაც გაძლევს თუ აღწევთ პოინტებს და სხვადასხვა რაღაცების გამო ზუსტად ახლა კარგად არ ახსოვს ეს არის კამერა მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ კამერაში გავხედოთ რადგან ამას უნდა პოინტები რო იყიდი არის ესეთი რაღაც იყიდება მაღაზიაში რომელთაც შეგეძლია რომ ყველა თლიანი ტყის იმას რა კამერასთან იგი მე მგონი რეიგია აქ რეიგი ხო იქ დადიოდა თქვენ ხო დაინახეთ მედია რეიგი არისო თუმცა ყოველთვის დამინახეთ ძალიან კაია ისე ამ სახში კარი რო არის ჩაკეტილი უსაფრთხოდ მაინც ვერ იქნებით რადგან აი აქედან შეიძლება ჩამოანგრიოს კრეშა და ჩამოვიდეს და მოხდათ მაგრამ შეგიძლიათ გაიქცეთ აქ რო ამოვადა იმის დამტვრევას დაიწყებს ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გავაღოთ კარი და გავიქცეთ მაგრამ არ არის მოსული და არ გავიქცევი ჯერჯერობით ის რომ გითხრათ ღამე გრძელდება 8 წუთს ნახევარი თუ არ ვწდები და დღე გრძელდება რო თენდება 2 წუთს ნახევარი თუ 2 წუთი ზუსტად არ მიხსოვს სამწუხაროდ მე შევეცდები ამ ვიდეოში რომ მინიმუმ 1 ჯერ მაინც გადავრჩენა თუ მოგეწონათ ისე Roblox-ის ვიდეო რაიკის გარდა კიდე რამე სხვა ვიდეოს ჩავწერ სხვა თამაშზე მაგრამ შემდეგი ვიდეო ალბათ იქნება Minecraft-ზე Let's Play ანუ survival-ს შევქმნი გადარჩენის mods და უნდა გადავრჩი რა და მაგას ექნება თავისი ნაწილები და იმედია უყურებთ რადგან ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით Minecraft-ი ნეტარეიკი ახლა სად არის მოდი ახლა რადგან ფულს გვაძლევს სიარულის დროსაც გავალ და ვივლი თორე სულ სახში ყოფნა მოსაწყენი იქნება ჩემი აზრით და პოინტებსაც ვერ ვიშოვით ბევრს აი ესე კარგად ჯობია რომ ვიხედოთ ყველგან კანაც წინაც რომ რეიკმა ვერ დაგვინახოს და ჩვენ შევაჩვენოთ რომ მე გავიქცეთ რა აგერ რეიკი ვაი მე ჩემთან გავიქცეთ აი ამაზე უფრო ჯობია რომ ვიაროთ და ენერგია სულ გქონდეს
თორე ენერგია თუ დაგვეცლება, ვეღარ მოვიგებთ. აიჯობია მოვცდეთ იმ ადგილას, სადაც რეიკი იყო, რომ ვერ მოვიდეს. დაამდეში ასევე შევეცდები, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ვიყიდო შოპში და მე გაჩვენეთ რა როგორ მუშაობს. ეს რა არის? გეხვდი. აი ეს არის დამატებული რატო არის არ ვიცი. ვერც დაიმალებ და ვერც ვერაფერს იზა. აი მოდით ვიაროთ და თუ რამე შემომხდება განახილეთ. მოკლედ მეგობრებო, გადავრჩით ეს ღამე და გადარჩენისთვის გვაძლევს 100 points და რადგან დავდიოდი და გავიარე 5296 მეტრი, მომცა 44 pointi Z კიდევ. და ძალიან მაგარი არის ცნობისთვის რომ იცოდეთ რეიკი აი აქედან ამოდის და ჩადის რა თქმა უნდა დიდალობით, როცა თენდება. როცა თენდება შეგიძლიათ წახვიდეთ მაღაზიაში და რაღაცები იყიდოთ. აი ეს მაგალითად არის რეიკს რომ დაიმალოთ. ძალიან კარგი ადგილია სხვადასხვა ვთქვათ ამ თევაზე განხევი და შეგიძლიათ გაიქცეთ. მაგრამ ეხლა წავალდეთ ვიყიდი რამეებს მაღაზიაში რომ გაჩვენოთ თუ რა როგორ მუშაობს. მოდით მივალ, აგი მაღაზია მოჩანს იქ. მივიდეთ და რა ვიყიდოთ მაპს მე არ ვიყიდი, რადგან ეს თამაში აქამდეც მაქვს ნათამაშები, როგორც იცით 7 ჯერ მაქვს გადარჩენილი. მართალია ბევრჯერ არა მაგრამ მაპს ძალიან ხშირად ვიყენებდი და უკვე თითქმის პირად ვიცი, კომპასიც არ მჭირდება. 1 საათი თუ გამომადგა, მაგრამ არ მინდა მაინც არ ვიყიდი და თუ არა ვიყიდი რა. განახეთ როგორ მუშაობს რა. მაპს მე ვიყიდი, ახლა მოდი შევაგროვებ აი ამისთვის. ეს მოწყობილობა აჩვენებს თუ რამდენად შორს არის რეიკი და ძალიან გამოსადეგი რაღაცაა. და ძალიან გამომაქვს რა თქმა უნდა კიდე რაღაცები არის როუბუქსებით ვიყიდო. ხო. ფიქრობ ხა კიდე რამე ხო ვიყიდო, აი ეს ხო ვიყიდო, ეს აჩვენებს თუ რამდენი ენერგია არის დარჩენილი, ელექტროენერგია. მოდი ამასაც ვიყიდე, რადგან გამომადგება, აი ნახოთ ხა რამდენია დარჩენილი. 19%-ია, ჯობია წავიდეთ და სწრაფად ავადგინოთ. გაითიშება ეხლა მალე, გაითიშება უეჭველი, მაგრამ სადაგი ელექტროენერგიის წყარო. მოდით კიდევ ერთ ღამეს გადავრჩები, მაგრამ არ მგონია საინტერესო იყოს, რადგან უკვე ყველაფერი იცით რა. მოდი უკვე ნახოთ, აგ უკვე 16% არის დარჩენილი სამწუხაროდ. აქ ისე რომელიცად ეს კარტყავს და ჯობია ფრთხილად გახვდეთ ხოლმე აი აქ თუ გინდათ რომ აღადგინოთ ელექტროენერგია ფლერიან ტყეში. აგი მეგობრებო, ეს აჩვენებს თუ რამდენი ხანში დაღამდება ხა. აგი სამწამში დაღამდება. მოდი ელექტროენერგია ნახოთ 14%-ია დარჩენილი. აგი უკვე დაღამდა მეგობრებო. სამწუხაროდ გამოეხარე იგი. და ძალიან ცუდია. იმედი არ მომკლავს, რომ იდეალურ პოინტები და გაჩვენებთ კიდე რაღაცებს შოპში რომ მივიყიდი. მოდი ნახოთ ელექტროენერგია რამდენია დარჩენილი, 12%-ია დარჩენილი. ნეტა მალე გათავდეს ელექტროენერგია, რომ მე გაჩვენოთ როგორ აღადგინოთ და როგორ გებარა ენერგია. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო, ისე არ დაგავიწყდეთ ლაიქი, გადასოთ და გამოიძებთ ჩემი არხი, რადგან ძალიან ბევრს ვწვალ. ხოს მესამე ვიდეო, მაგრამ მაინც იმდენს ვწვალ, რომ რა ვიდა. აი აქ 8% გადარჩა ელექტროენერგია. ძალიან მეშინია, უცბად არ გავხდეს საიდან რეიკი და არ მოვიდეს მეშინია ძალიან მეგობრებო. აი ეს ხა აჩვენებს თუ რამდენ ხანში გათენდება, ესე გათენდება 7.5 წუთში. მოდი ელექტროენერგია ნახოთ 6% გადარჩა. მე დაბლა ჩამოდის.
და აღვადგენ რა თქმა უნდა ელექტროენერგიას. დარჩენილა 5%. ძალიან მნიშვნელოვანია არ მოვიდეს რეიკი, თორე ეხლა თუ მომყავს ამ ყველაფერს დავკარგავ რაც მაქვს. რაცია, სას და ამასაც. მე კიდე მინდა რაც შეიძლება ბევრი რაღაც შევაბლაო რომ გაჩვენოთ. რა როგორ მუშაობს რა. 3% ხა დარჩა. სანონერვიულო ხა. გაიგეთ? რეიკი ალბათ უნდა დაინახა. იმედია ეგინი აქ არ მოვა 1% დარჩა და ახლა რომ გადაეწევა განახეთ როგორ მუშაობს მისი აღდგენა. იმედი აღდგენის დროს არ მოვა. აღარ არის ელექტროენერგია და ეს საათიც ესეც არ მუშაობს და არც საათი ჯობია აღვადგინოთ. ეს უნდა დავაჭეროთ დიდი ხანი და სანამ არ აღდგება არ უნდა ავუშვოთ ეს. იმედია ამ დროს რეიკი არ მოვა, თორე მოეჭველი მოკლავს. გება ენერგია ელექტრო. ვაკეთებ. მოდი. ცოტა დარჩა. და არა. ბოლო წამზე მოვიდა რეიკი, მეგობრებო. ეგ რა იყო? რანაირად შეძლება? აი მოკლედ რა ამაზე დაგევშვიდობით რა. თორე უკვე ძალიან დიდხნიანი გამოვა ვიდეო. დღეს ვითამაშე რეიკი Roblox-ში, შემდეგში როგორც აქამდე ვთქვი, ვითამაშებ Minecraft-ს და ეხლა დაგემშვიდობებით და მომავალში ხვედრამდე.